ბიჭებო, აბა შემომხედეთ. ძალიან ცუდია. ხო, ახლა ჩვენ ცეკვას უყურეთ. ნახავთ. აბა გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ. ჰეი, დაიხიეთ უკან. ეს ნახეთ, ბევრად უკეთესი იყო. არა ბიჭებო, გოგოებო, ჩვენი საუკეთესო ცეკვა ვაჩვენოთ? საუკეთესო ცეკვა. აბა ბიჭებო, ეს დაინახეთ? ამას უყურეთ, აბა. ვიღაცამ ჩემი ბურთი გაგაძრა. შეხედე კოსტა, ცირკი წავიდა, მაგრამ კლოუნები ისევ არიან. ეთანხმები კლოუნები არიან. მათ ჩემი ცეკვა მოიბარეს. დიმა შეწყვიტე, შენი ცეკვა არა კოსტა, მე გამოვიგონე. დიმა შეწყვიტე, დიანას მოწონს ეს პანტონის ცეკვა და შენც მაგიტო დააკოპირე და აკეთებ. რომელზე ამბობ, პანტონი და სმაილი, ყველა ერთი და იგივეა. დიმა, მოდი დაწნარდი, ყველანი მეზისხებია. ჰეი ბიჭებო, ზედმეტები ხომ არ მოგდით? რას აკეთებ? შენთვის დასარტყმელი ტომარაო არ? მარუსა, ჩუმად, ეს ჩვენი ცეკვაა. ხო, მარუსა, მაგარ ბიჭებს თავიანთი მაგარი ცეკვაა. მარიუსა და რაღაც ვერ გავიგეთ, დასარტყმელი ტომრის წინააღმდეგი რა გაქვს? მისმენე ჯული შენ არ გეხება, მაგრამ არტემ გაგაფრთხილე. და რა, ჩემი ძმას ეტყვი და ის შენთან სალაპარაკოდ მოვა? ჯიჯი დაურეკე? უკვე ვრეკავ. იცით რა ბიჭებო, შარში ხართ, ახლა მარიუსას ძმა მოვა. რაო? კარგი, გაჩერდით, ფეხბურთელები გაატარო. სასადილოში მივდივარ. შეგიძლიათ წრე და არტ, კლოუნებს რა უნდა უთხრა? დიმა, წამოდი. ოხ, ფეხბურთელებო, მადა მოგემატათ? წადით აქედან. გაგვატარეთ. ქალბატონებს გზა დაუთმეთ. უკვე ტვინსჭამთ. იმედი მაქვს ყველაფერი არ გადაჭამეს. ხო, იმედია რამე ჩვენთვისაც დატოვეს. ჰეი, გაჩერდიეთ. გოგოებო, მორჩა, ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. როგორ და აი ასე. ხო, უკვე მართლა დავიღალეთ. თქვენ უბრალოდ ტრაბახობთ და ეგეთი გოგოები არ გვჭირდება. იცით რა, ბიჭებო, ჩვენ არ გვჭირდებით თქვენ. ვაუ, ამას შეხედეთ, მხოლოდ დროის საკითხი იყო. მაინც არ აღმოჩნდით იდეალური წყვილები. შესანიშნავია, მარტო მე და ნასტია არ ვიქნებით მარტო ხელები ამ სკოლაში. ხო, გაგვატარეთ. რა, გიხარიათ, როცა ვინმე ცუდად გრძნობს თავს? იცი რა, ნუ გიხარიათ. და ჩვენ უფრო ძლიერ ბიჭებს ვიპოვით. ძლიერები, ანუ ჩვენ სუსტები ვართ? მოდით აბა აქ. ჰეი, რას ფიქრობ რომ აკეთებ? ჯანდაბა გოგოებო, არ დაგავიწყდეთ, ვარჯიშის შემდეგ ტესტი გვაქვს. რა ტესტი? არ მისწავლია. ხო, არც მე პირველად მესმის საერთოდ. ძალიან კარგი, არც მე მისწავლია და რომელ საგანში გვაქვს? ბიოლოგიაში. მიხარია, რომ ჩვენი გამოცდები მორჩა. ხო, არა, მართლა ცუდია, რომ ასეთი ტესტისთვის მზად არ ხართ. პროვასტი გაჩუმდი არ არის სასაცილო. გოგოებო, მე მგონი ყველა შარში ვართ. ლეილა, მე შენგან მინდოდა გადაკოპირება ტესტის. ოხ, კი, როგორ არა, მეც არ მისწავლია მაგ ტესტისთვის. ჯანდაბა გოგოებო, ყველა შარში ვართ. გოგოებო, მართლა არ იცით რა უნდა გააკეთოთ? აუფ, ჯანდაბა. ორიანის მიღებაზე უკეთესი ხომ არის? გოგოებო, იქნებ რამე გზა არის, რომ ტესტი გავაცდინოთ, ჰა? მწვრთნელი გველდება და ვარჯიშის შემდეგ საშინელება ხდება. მართლა არ იცით როგორ? ექიმის ოთახში უნდა წახვიდეთ. ხო, ცუდად ყოფნის საბუთი უნდა აიღოთ და სულ ესაა. მისმინეთ ბიჭებო, მე ფანქარს არ შევჭამ. თან ჩვენი ჯანმრთელობისთვის ცუდია, არ უნდა გავაკეთოთ ეგ. ხო, თორე მერე სიცხე გვექნება და კუჭის. იანა, აღარ გააგრძელო. აშლილობა, კარგით გოგოებო, რასაც გადაწყვეტთ გითხარით და თქვენს გვერდით ვიქნებით. ხო, გოგოებო, გნახავთ, ახლა ვარჯიშის დროა. კარგი, თუ რამეს მოვიფიქრებ, დაგირეკავ. კარგი იანა, მალე გნახავ. კარგად ბროვასტი, იმედია გზას ვიპოვით და ტესტს გავაცდენთ. გოგოებო. კარგად. ჯანდაბა, რა უნდა გავაკეთოთ? აზრზე არ ვარ. გოგოებო. ნასტია, გაგიჟდი? ვაიმე, შემთხვევით, დაწყნარდით. კარგით, გოგოებო, რას ფიქრობთ? ესე იგი, ფანქრის ჭამა გამორცხულია, იქნებ ვინმეს ფეხი მოუტეხოთ. დიანა, რას ამბობ ღმერთო? რას ვამბობ? აბა შენ რას გვთავაზობ, იანა? მოდით ყველამ ვთქვათ, რომ მუცელი გვტკივა, მაგრამ უცნაური არ იქნება ყველას ერთად რო გვექნება ის დღეები? ჩვენი ექიმი არ დაიჯერებს. ხო, მართალია, არ დაიჯერებს, ამიტომ ტვინი გამოიყენეთ, იქნებ რამე მოგვაფიქრდეს. კარგი, ვინმეს ყველის ბატი-ბუტი არ გააქვთ?
ლეილა, რადგინდა ეგ დიანა ალერგიულია. შანსი არ არის, მაგას არ გავაკეთებ. მე მგონი ვერ ხვდები რა ხდება. სახე მებერება და საერთოდ თვალები მეყრება აქამდე. გოგოებო, იდეა მომივიდა. რა იდეა, ნასტია? ესე იგი, ექიმთან შევა და ვეტყვი რომ ცუდად ვარ. ხო, ნასტია და მე ორსულობის ტესტს მოგცემს. და გავიწყდა რომ მე-11 კლასელი მარინა რომ მივიდა ექიმთან და ცუდად გრძნობდა თავს ორსულობის ტესტი მისცა. კარგი ნასტია, შენ ცუდად ხარ და ჩვენ ცუდად ვართ? გოგოებო, რაღაც იდეა უნდა შემომეთავაზებინა, მაგრამ თუ არ მოგწონთ, თქვენით მოიფიქრეთ. კარგით გოგოებო, ახლა ვარჯიშზე წავიდეთ და თან ვიფიქრეთ, ხო ვიცით, მწვრთნელი გვეჭყუბება თუ დავაგვიანეთ. ხო, მართალია, წავიდეთ. გოგოებო, ამათ შეხედეთ. საერთოდ არ გვიყურებენ. ხო, თავიანთ თავს დააბრალონ. გოგოებო, ჩვენ სკოლაში კიდევ ორი მარტოხელაა. ხო, თან უკეთესები, ამათ კი არ გვანან. ბიჭებო, ახლა ისხედით და ერთმანეთს უყურეთ. თქვენ შეყვარებულები დაკარგეთ. დიმა, ისე ვარ თითქოს არაფერი მიჭამი. კალათბურთელებმა ყველაფერი გადაჭამის. ფეხბურთელებო, როგორ ხართ? ჰეი, ეგრე არ შეიძლება, მე მარტოხელა დავრჩები, ვისვე ფლირტაო. ცუდ ხასიათზე ვართ. ხო, არაფერი გვიჭამია. ბიჭებო, მისმინეთ, ჩანთაში მაქვს რამდენიმე სენდვიჩი, გინდათ გაჭამოთ? სხვათა შორის კოსტია, კარტოფილის ღვეზელი მაქვს და ჩემმა გააკეთა, გინდა? გოგოებო, რა ჭკვიანები ხართ? მე არც სენდვიჩი მაქვს და არც ღვეზელი. ჯიჯი, შენ ზედმეტად პატარა ხარ. ფეხბურთელებთან საფლირტაოდ. ბიჭებო, აბა რამე გინდა? არაფერი არ გვინდა. ეგ სენდვიჩები თქვენ შეჭამით, თქვენი გაურეცხავი ჩანთებიდან. ეს დაინახეთ, თქვენთვის მომავალი არ არის. ჯიჯი, ჩუმად იყავი. თქვენ თავებს შეხედეთ, ამ წამს დავშორდით და უკვე ფეხბურთელებს ეტენებით. ჯიჯიც კი ეტენება. ხო გითხარით, ეს ურთიერთობა საშინელება იყო. კაცი მხოლოდ კაცს უნდა ენდოს. მართალია. ჯული, გავიგონე რომ სენდვიჩები გქონია, მართალია? კი, არტემ, კარტოფილის ღვეზელი, მაგრამ შენთვის არ არის. არტემ, თუ დამიბრუნდები, ჩემ სენდვიჩებს გაჭმევ. არა, ვერ იყიდი ჩემ თავს ერთი სენდვიჩის სანაცვლო. მართალია. პატრიკ, ისე დედაჩემს თვალებში როგორ ჩახედავ? არ გახსოვს რა უთხარი? უთხარი რომ ჩემზე დაქორწინდებოდი, უთხარი რომ მე გეყვარებოდი. პატრიკ, სერიოზულად. ჯიჯი, მეგონა დედაშენმა იცოდა, რომ ეს ხუმრობა იყო. რა თქვი, პატრიკ? რა? ვერ გავიგე, რა თქვი? აბა გაიმეორე. გოგოებო, ეს ძალიან ცუდია. ტესტი არის 15 წუთში და რა უნდა გავაკეთოთ? ჩავიდეთ და ჩავიჭრათ გამოცდაში თუ გზა მოვიფიქროთ როგორ გავაცდინოთ? უეჭველი უნდა გავაცდინოთ. ხო, დიანა, გახსოვს მოტეხილი ფეხი რომ ახსენე? ნასტია სინამდვილეში ხელზე ლაპარაკობდა. გოგოებო, მოტეხილი ხელი არ იმუშავებს, მაშინ თაბაშირში უნდა ჩავსვათ. ვითომ ფეხი გადაგვიბრუნდა. ხო, ძალიან კარგი იდეაა. ჩვეულებრივად შეგვიძლია დავზიანდეთ ვარჯიშისას. ზუსტად და იმათზე რა ვქნათ ქვევით, ჭორიკნები. კარგი, დიანა, შენ სიტყვაზე გადაიბრუნე ფეხი, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, გოგოებო, თქვენ იქ იქნებით, რომ ხარი დამიჭიროთ. ვითომ საავადმყოფოში მიყავართ. ზუსტად ექიმი მარტო ხო არ გაუშვებს და ამიტომ იქ ვიქნებით, რომ დავეხმაროთ. კარგი, დიანა, რომელი ფეხი იტკინე? მარცხენა, ლეილა. და მოდი რამე ვიპოვოთ, რომ შევახვიოთ. მოიცა, აქ უნდა იყოს რამე. აბა რას ფიქრობ, დიანა, იმუშავებს? რა თქმა უნდა, მოდით ახლა ვცადოთ. გოგოებო, დამეხმარეთ. კივა, დიანა, რა კარგი მსახიობი ხარ. არა, გოგოებო, ძალიან ტკივა. დიანა, ჯერ არ ჩავსულვართ, მოითმინე. ხო, ჯერ ადრეა. მაინც გოგოებო, გაბი რეპეტიციე. ძალიან მძიმეა. ნასტია, თვითონ ჩვენ ძალიან ჩატეა. დამეხმარეთ. ჩანთებს ვატარებ მხოლოდ იმიტომ, რომ გავაცდინო ტესტი. დიანა, ძალიან მძიმე ხარ. კალათბურთელებს უთხრათ გეგმაზე? მოდი ჯერ მათ გარეშე გავაკეთოთ. შეიძლება ერთხელ მაინც ვქნათ რამე მათ გარეშე. კარგი, ხო? მტკივა. ჩირლიდერები ამდენი ხანი სად არის? რაუს დაწყნარდი, გითხრეს რომ დაველოდებოდით და ამას გავაკეთებთ. და რატო უნდა დაველოდოთ? დარბაზი თავისუფალია. რაუს ახლა რამეს გააკეთებენ, მე გაგვეთეს ერთად გავაცდეთ და დიანას სახლში წავალთ. ხო, იქ რამდენს შევჭამთ. ახლა მაგრამში იყო და მაშინ დაველოდებით. და დიანაც დამირეკავს. კოსტა, დიანას გამოუწუხარ, მან ფეხი მოიტეხა. დიმა, მე თავი დამანები. გოგოებო, ის გაიგეთ, ჩირლიდერმა ფეხი იტკინა თურმე. მიხვდება ექიმი ყველაფერს. ხო, და არსადაც არ წავა, აუცილებლად დაწერს იმ ტესტს. რაო, დიანა, თავსი კატუნებ ვითომ ფეხი იტკინე? ტესტისთვის არ ხარ ხო მზად? თუ გინდათ არ დაიჯეროთ. ჩვენ ვაუჩერი გვაქვს და საავადმყოფოში მივდივართ. დიანა, შემიძლია მხრებით დაგიჭირო. არა, დიმა, მადლობა. ვაიმე, მართლა უტკენია ფეხი. გოგოებო, თავისუფლები ვარ. მაგრამ გოგოებო, ეს ძალიან კარგია. ახლა დიანა დიდხანს ვეღარ იცეკვებს.
ხო, ჩირილდერების გუნდი საფრთხის ქვეშაა. თქვენ ნამდვილი გველები ხართ. ყველა დიანას პრობლემა გიხარიათ. მეგობრებო, ჩირილდერები ხომ არ გინახავთ, ხო, უკვე წავიდნენ. დიანამ ფეხი მოიტეხა. ჯანდაბა ბრაუს ხო შევკვირდნენ. არა უშავს, ამას ხვალისთვის დავიმახსოვრებთ. ჯანდაბა გოგოებო, მაღვიძარა. ხო. კარგით რა გოგოებო, სადაცაა ზაფხულის არტადეგები იქნება და მე გაკვეთილები აღარ გვექნება რომ გავაცდინოთ. ლეილა, შენ გინდა სკოლაში თუ გაცდენის მხარეს ხარ? იანა, მინდა რომ კბილები გაიხეხო. ლეილა, გოგოებო, შეიძლება მე დღეს არ წავიდე სკოლაში. ნასტია და ვითომ რატომ? იმიტომ რომ სიზმარი და მესიზმრა, ვითომ მიურბოდი ამ სკოლის საპირფარეშოში და მე კი მივაღწიე ამ სკოლის საპირფარეშოს, მაგრამ მეგონა რომ ნამდვილი იყო. ნასტია, რა იყო ნამდვილი? ნასტია! და მეთქი რატო არის ასეთი სველი თქო? დიანა, რამე სხვა ტანსაცმელს ვერ მათხოვებ რომ გამოვიცვალო? ლეილა, აღიარე რომ ეს უარესია, ვიდრე ჩემი გამოვხეხავი კბილები. კიდევ კარგი ნასტიას გვერდზე არ დავიძინე. იცოდე ნასტია, კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ მსგავს რამეს, არ დაგპატიჟებ ჩემს სლიფოვერებზე. დიანა, კარგი, მომცემ ახლა გამოსასვლელ ტანსაცმელს თუ არა? არა ნასტია, წახვალ გარეცხავ და შემდეგ გააშრობ და ისე ჩაიცვამ. კარგი რა გოგოებო, არ თქვათ რომ თქვენ არ დაგმართნიათ მსგავსი რაღაც. ვაიმე გოგოებო, ნახეთ, ყველა უკვე სკოლაში არავის არ დაუგვიანია. ხო, და ნახეთ ჯიჯირას წერს, მე არასდროს დამიგვიანია გაკვეთილებზე. გოგოებო, მოდით ამას შეხედეთ, ჯულის ახალი სვიტრი უყიდია და გვაჩვენებს. უცნაურია, კალათბურთელები ყოველთვის რაღაცას დებენ სტორიზე, მაგრამ დღეს არაფერი? იქნებ არ არიან სკოლაში. დიანა, ტანსაცმელი არ შრება, იქნებ რამე მათხოვა რომ ჩავიცვა. თმის საშრობი ფენი. ბოროტები. კარგით, გოგოებო, 5 წუთი მაქვს რომ ვიბანაო? კი, ოღონ ძალიან ჩქარ და პირსახოცები აბაზანაშია. დიანა, რამეს ვერ მომცემ რომ მაკიაჟი წავისვა. აი ეს აიღე, ჩემი საყვარელია. მადლობა. ჩემ თმას შეხედე რა აბურდულია, დავარცხნა სჭირდება. ნასტია. რა არის პრობლემა ლეილა? ვცდილობ რომ გავაშრო. ნასტია, მართლა გარეცხე? ვაიმე, დამღალეს, ისე იქცევიან თითქოს თვითონ არ ქონიათ მსგავსი შემთხვევა. გოგოებო, მზად ხართ? სად ხართ საერთოდ? მოვდივართ. ჯანდაბა, მოვიმატე, რაღაც მიჭერს ეს შარვალი. ლეილა, იქნებ ნაკლები უნდა ჭამო. მოდით გოგოებო, ჩქარა, ვაგვიანებთ უკვე, აიღეთ ჩანთები. მაგრამ შეგვიძლია როგორც ყოველთვის დავაგვიანოთ. ჩანთები. სმაილ, დიანა 20 ჯერ მაინც დამირეკა. დღეს ისინი რატო არ წამოვიყვანეთ? ბროვასტი, შენ ხო გინოდა ღია ურთიერთობები, ერთმანეთზე ძალიან დამოკიდებულები გახდი. სმაილ, მესმის რომ 21 საუკუნეა, მაგრამ მე იანასთან ურთიერთობა სამუდამოდ მინდა. ბრაუს, ვერ ხარ კარგად, შენი ანა თავის თითზე გატრიალებს. უბრალოდ გარშემო უნდა მიმოიხედო, ძალიან ბევრი ლამაზ გოგოა და შენი ანა საერთოდ არ გვანენ. ჩემი ანას წინააღმდეგ რამე პრობლემა გაქვს? არ ვიცი ბრაუს, პატარა ტუჩები აქვს და ფეხებიც ძალიან მცუქარი და ზოგჯერ მუცელიც უჩანს. ნავარჯიშებს საერთოდ არ გავს. სმაილ, ამის თქმის საჭიროება არ იყო. მით უმეტეს არჩენ დიანას არ აქვს კარგი ტანი. ბრაუს, მე ზუსტად ამას გეუბნები. ხო ხედავ, რამდენი ლამაზ გოგო დადის, ჩვენ კიდე ჩილიდერებთან ვართ. არ ვარ სმაილ დარწმუნებული, რომ სხვა გოგო მჭირდება. კარგი, ყველაფერი გასაგებია, თქვენ აზრზე რჩებით, მაგრამ მე ჩემს ცხოვრებას აუცილებლად შევცვლი. მარიუსა, შენი კრეკერები რა გემოსია? ყველის. ძალიან გემრიელია. ჯული, შენი რითი არის? გამომცხვარი რძით. გოგოებო, აბა ჩემი გამოიცანით. კრაბით, მაგრამ მე მიყვარს კრაბი. ბრაუს, ახლა ნახავ რა მაგარია ორ გოგოსთან ერთად რო ხარ. სმაილ, შენ დიანა გყავს. გოგოებო, გამარჯობა, როგორ ხარ? ჯული, რა კარგი სუნია, რაღაც ახალიც უნდა მოგასხია? სმაილ, საზიზღრობაა, შენ ხომ დიანა გყავს? ვა, სმაილ, როგორ იგრძენი? არაფერი, ალბათ უბრალოდ ამ ყველის სუნი მომეწონა. ჯანდაბა, კარგი გადაწყვეტილება არაა დიანას ყველში გაცვლა. სმაილ, მეც კარგი სუნი მაქვს, აი ნახე. ხო, ისე კიბორჩხალები არ მომწონს ხოლმე, მაგრამ შენიც კარგია. სმაილ, შენ რა, დიანას დაშორდი? არა, უბრალოდ ღია ურთიერთობაში ვარ. სმაილ, მაგრამ მათყავ შეყვარებულები.
გოგოებო, გამარჯობა. აქ რა ხდება? უბრალოდ სმაილი ღია ურთიერთობებს უჭერს მხარს, ძალიან ღიას. და მე მგონი გოგოებიც. რა? ჯიჯი და შენ? არა, პატრიკ, შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ მთელი ცხოვრება. პროვასტი, რა მოხდა? მოკლედ რომ გითხრა სმაილს ღია ურთიერთობა აქვს. ხომ გითხარით, მასთან ურთიერთობა არ უნდა დაგვეჭირა. ყველას ეგრე უღალატებს. მარუს, აქ მოდი აბა ორი წამით. როცა გასული ვიყავი სმაილს ეხუტებოდი? მოიცადე ჯული, ამით რას გულისხმობ? რომ შენ საჭმელს სმაილს საჭმევდი? მე რა შუაში ვარ, ამის ბრალია. საყვარელო, რა პრობლემაა? ჭამდით სმაილი კი რომ მოვიდა. მოკლედ ჯული, არ მაინტერესებს მან როგორი ურთიერთობა აირჩია. შენ მის გვერდზე ასიახლოს ნუდგა ხარ. კარგი არტემ აზრი არ აქვს, თავი დაანებ. წავიდეთ. პატრიკ, წავიდეთ. წავიდეთ. სმაილ, დიანამ რომ დაგვინახოს მერე? ხო, ამაზე ლაპარაკს უსტად დღეს ვაპირებ. კოსტა, გაიგონე, სმაილი დიანასთვის სიმართლის თქმას აპირებს, რომ ღია ურთიერთობა უნდა. დიმა, დიანა ამის მომხრე არ იქნება, არ ინერვიულო. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება, ჩილიდერები როცა მოვლენ. სმაილ, რაღაცა მიხსენი, რატომ წამოიყვანე ბროვასტი და ჩვენ არც გაგახსენდით, ხო, ბროვასტი, დიანას სახლში გელოდებოდით. კარგით რა, გოგოებო, მე მგონი მართლა ძალიან მოვიმატეთ, ძალიან მიჭერს ეს შარვალი და რაღაც ეს სუნი, ხო, ლეილა, საშინელი სუნია, მომშორდი თუ შეიძლება. იანა, იცოდე, მე მართლა მინდოდა რომ შენთვის მომეკითხა და ერთად წამოვსულიყო. და რატომ არ მოგვაკითხე ბროვასტი, რამ შეგიშალა ხელი? ყველაფერმა. სმაილ, თუ შეიძლება ამიხსენი, რა ხდება? აქ საერთოდ ხელი რატომ გაქვს გადახვეული ამ ორზე? სმაილ, კრეკერი არა, მადლობა, აღარ მინდა. მისმინე დიანა, სმაილი არის ღია ურთიერთობების მომხრე თუ არ იცოდი? სმაილ, სერიოზულად? რას ნიშნავს საერთოდ? ოხ, ეს კალათბურთელი სმაილი კი. რა საშინელი ადამიანი. კარგით, გოგოებო, გთხოვთ დაგვტოვეთ, დიანას უნდა დაველაპარაკო. სმაილ, მიდი ჩქარა ამიხსენი, რას გულისხმობს მარიოსა ღია ურთიერთობებით. ბროვასტი, რა ხდება? რატომ ლაპარაკობენ ღია ურთიერთობაზე? ეს კითხვა მე არ მეკუთვნის, მხოლოდ სმაილს, მე მართლა მიყვარხარ. ხო, სმაილ, აბა მიდი ახსენი ღია ურთიერთობის პრობლემები და დიანას ასე რატო ეკცევ? დიმა, შენ ჯობია რო არ ჩაერიო. კოსტა, ამას მაინც გავაკეთებ. დიანა, დაწყნარდი, შენ ჩემი შეყვარებული ხარ და მე შენი. ბევრ ადამიანს აქვს ღია ურთიერთობა და იმედი მაქვს ამას გაიგებ. კარგით, ვინმე ამიხსნის საბოლოოდ რა არის ღია ურთიერთობა? ბროვასტი, სმაილი დიანას ყოველდღე რატო აბრაზებს? მოკლედ, დიანა ღია ურთიერთობაა, როდესაც ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, სხვებთანაც გადიან და ანუ შენ შეგიძლია სხვა ბიჭებს შეხვდეს, სმაილი სხვა გოგოებს შეხვდეს. ხო, დიანა, ძალიან მაგარია. წარმოიდგინე, რამდენი კარგი ბიჭი დადის ჩვენ სკოლაში, მარტო შენი სმაილი კი არ არის. მაგრამ ნასტია, სმაილი არ მომცემს სხვა ბიჭებთან შეხვედრის საშუალებას. დიანა, ამის უფლებას ამ დღიდან გაძლე. ხო და დიანა, შეგიძლია მე შემომხედო და ჩემი შეყვარებული გახდე. სმაილი სამყაროს ცენტრი არ არის, მეც აქ ვარ. ვა, ბროვასტი, ღია ურთიერთობები რა მაგარი ყოფილა, არა? რას ფიქრობ? იანა, რაზე ლაპარაკო? ანუ სმაილ, იმას ამბობ, რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა და გინდა რომ სხვებთან ერთად წავიდე პაემანზე? ხო, დიანა, შეგიძლია სხვა ბიჭებს შეხვდე და მე სხვა გოგოებს, მაგრამ მაინც ერთად ვიქნებით. სმაილ, სრულიად გიჭერ მხარს, თან მეც მომწონს ღია ურთიერთობები და რო რამე? ნასტია, რა სიძახი? ლეილა, დამანებე თავი. ახ, კარგი და ეს სუნი კიდე რა ჭირს ამ შარვალს? ხო, ლეილა, გაიწიე ჩემგან, ხომ გითხარი? კარგი დიანა, სულ ეს იყო, ვარჯიშის მერე გნახავ. კარგი. თაგუნია. მომისმინე, ამას უბრალოდ შენგან არ მოველოდი, ოთახში შემოვედი და სმაილს ეხუტებოდი. მე, რა ჩემი ბრალია, უბრალოდ ვიდექით და მოვიდე და ღია ურთიერთობაზე დაგვიწყო ლაპარაკი. ხო, იცი რა მაგარია, არ გინდა არტემ გავაკეთოთ? მე გაჩვენებ ღია ურთიერთობებს. არ მჯერა გოგოებო, სმაილს მართლა უნდა რომ ღია ურთიერთობა გქონდეს. დიანა, მეც მინდა, მაგრამ მგონი ბროვასტი მაგის წინააღმდეგია. ძალიან კი მიყვარს, მაგრამ ჯანდაბა რა ჭირს ამ შარვალს, რატო არის ესეთი სუნიანი? ლეილა, უბრალოდ ხშირად უნდა გარეცხო. ნასტია, გუშინ გავრეცხე. ესე იგი ცუდად გარეცხე. მისმინე დიანა, უნდა გამიგო, გვერდზე სოფელში ჟენია მომწონს. კიდე გვერდზე კვარტალში არის კოლია, ეგეც ძალიან მომწონს. ჩემ წინ კიდე პეტია ცხოვრობს, ხომ გესმის, ძალიან მომწონს. მისმინე იანა, გავიგე, მაგრამ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი, მხოლოდ მინდა რომ სმაილთან ვიყო. დიანა, უნდა გაიგო, რომ შენი სმაილი კი არის თანამედროვე და მისთვის ეს ღია ურთიერთობები კარგია. ხო, მასთან შედარებით დიანა, შენ ძველმოდური ხარ. გოგოებო, მაგის თქმას ვცდილობ მეც, ძალიან მაგარია ღია ურთიერთობები, ბროვასტი უნდა დავარწმუნო. არა გოგოებო, გეუბნებით, მართლა არ არის მაგარი. წარმოიდგინეთ, ერთი დღე ჩემთან არის, მეორე დღე ვიღაც გოგო მიყავს კინოში, შემდეგ დღეს კიდე ვიღაც სხვა გოგო მიყავს რესტორანში. უბრალოდ შეურაცხყოფილად გვგრძნობ თავს და თუ მას ეს არ ესმის, მაშინ სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავშორდე. და დიანა, რა პრობლემაა? შენ ცივლი რესტორნებში სხვა ბიჭებთან ერთად, ზუსტად იმავე დროს. ხო, სხვა კარგ ბიჭებთან ერთად.
არა, დიანა, ეს რა არის? ცოტა მშურს კიდე ჩენი, მე მხოლოდ ბროვასტისთან ვიქნები და შენ სხვა ბიჭებთან ერთად უნდა იარო პაემნებზე? არა, მორჩა, ბროვასტის უნდა მივწერო, რომ ამ ურთიერთობას მე მხარს ვუჭერ. ვაუ, იანა, გაოგნებული ვარ. კარგი, შენ გასაგებია რომ მოგწონს. ლეილა, შენ რას იზავდი ჩემ ადგილას რო იყო? დიანა, არ დათანხმდე, არ დათანხმდე. ჯანდაბა, რატომ ყარს ეს შარვალი? ხო, ლეილა, ძალიან საშინელი სუნია. იქნებ რამეზე დაჯექი. კი, ლეილა, მართალი ხარ, უბრალოდ ჩემთვის არ არის ეს ურთიერთობა. და ნასტია, დღეს შარვალს რომ აშრობდი ფენით. ხომ არ დაგავიწყდა გამოერთება? არა, დიანა, გამოვაერთე. ლეილა, იქნებ შეამოწმო შენი შარვლის მარკა, ხო ამბობ რომ მოიმატე. კარგი, ემი უნდა იყოს, ნახე. ლეილა, XS-ია. ღმერთო ჩემო, ნასტია, გაგიჟდი, გაცვალე შარვლები. გოგოებო, მაღიზიანებთ, წავედი მე. ნასტია, მოდი აქ. ნასტია, ჩქარა დაუბრუნე ლეილას თავისი შარვალი. ნასტია, დროზე. კარგი, გამოვიცვლი, მაგრამ იცოდეთ რომ დღეს ვარჯიშზე არ მოვალ და ჩემ თავს არ შევირცხენ. ხვალ დავბრუნდები. მომეცი ჩემი შარვალი. არ მჯერა რომ ეს მოხდა, კიდევ კარგი იანამ შეამოწმა. ხო, თორე ასე ივლიდი და ყველა დაგცინებდა. ნასტია, ჩქარა, მომეცი შარვალი. ერთი წამი. მოიცა ეს როგორ შეიძლება გუშინ მარტო იყავი და ახლა შეყვარებული ყავს? კარგი, არა უშავს, მეც მყავს, მაგრამ ღია ურთიერთობა გვაქვს და მაგარია. სმაილ გეყოფა, გაუთიშე და სხვას არავის აღარ დაურეგო. პროვასტი, ჩუმად, ხო და მერე რა? და შენ რა გაყვირებს? კარგი, მორჩა, ნახვამდის. არა უშავს, მაშას დაურეგო. ისე შენი ცოტა არ იყოს და მიგვირს. უკვე მართლაც მეტი მოგდის. ვაიმე, ნახეთ, ახლა ვისა ფლირტავება ტელეფონზე. მოკლედ, დიანა ახლა მიდის სმაილთან და უთხარი რომ ყველანაირად მიუღებელია ეს ყველაფერი, თორემ დასასრულია. მართალი ხარ. გოგოებო, მე სახლში მივდივარ. კარგი, სვეტა, რა გაყვირებს? მიდი შენ ანტონთან იყავი. მოკლედ, სმაილ, სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. ანუ ღია ურთიერთობა არავის არ უნდა? არა, და დიანა, შენ რა გინდა? მის მინე სმაილ, საერთოდ არ ვუჭერ მხარს ამ ღია ურთიერთობებს. შენ თუ ეს გინდა, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდება. მეც ხო ასე გითხარი, დიანა ღია ურთიერთობას არ მიიღებდა. კარგი, დიანა, გეთანხმები, არც მე აღარ მინდა ღია ურთიერთობა. უკვე ყველა გოგოს დაურეკე და მივხვდი რომ მარტო შენთან ერთად მინდა. ვაიმე, ძლივს, გაიგო. ჯანდაბა, უნდა დაეჭირა მხარი, ახლა აღარც მე მექნება ღია ურთიერთობა. მის მინე სმაილ, ესეთ რაღაცას მეორედ კიდევ თუ გააკეთებ, იცოდე მართლა დაგშორდები. გასაგებია, დიანა, ღია ურთიერთობაზე სიტყვა აღარ იქნება.